ყოველთვის ქონდა პრობლემა იმისი, რომ ვერ ვწედით ამ ფორმალურ დოკუმენტაციას. ანუ რაღაცა იდეებს ვანვით, იდეებს რა უყოც სერიიდან არის. მაგრამ გვიჭირდა სპონსორთან წერილი, ფორმალური ურთიერთობა გვიჭირდა ყოველთვის და განსაკუთრებით რასაკვირველია გვიჭირდა ინვესტორებთან საუბარი. და აქედან გამომდინარე, როდესაც გაჩნდა ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ხელოვნურ ინტელექტს გულისხმობ, ვიხდით, რომ ეს არის შესაძლებლობა, რომ ეს ფორმალური ნაწილი რაღაცნაირად ჩამოვაშოროთ შემოქმედებით ადამიანებს და შევქმნით პროდუქტი, რომელშიც ის საშუალებას იძლევა იდეის განვითარების და მისი ფორმულირების, მხოლოდ კომუნიკაციით, ანუ შემოქმედე ადამიანს შეუძლია უბრალოდ ჯერჯერობით გარკვეული ტექსტები მიცეს და იმაზე პასუხს გაცემს, ანუ ეს ჩვენი პროდუქტი გაყვება მას ყველა ამ ეტაპზე. პირველი კითხვა არის, რა სფეროდან ხარ? როდესაც ეუბნები, რომ მე კინოსფეროდან ვარ, შესაბამისად ურთიერთობს, როდესაც ეუბნები, რომ ვარ არქიტექტურის სფეროდან, ან გეიმინგის ინდუსტრიიდან, ან IT ინდუსტრიიდან, შესაბამისად რეაგირებს და შესაბამისად მიყავს მთელი ეს პროცესი. ის აძლევს საშუალებას შემოქმედ ადამიანს, რომ ჩამოაყალიბოს იდეა, შექმნას ბიზნეს გეგმა და შესაბამისად ბლოკჩეინში დაარეგისტრიროს დროის შტამპით. და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ბაზა ინვესტორების, გლობალური ინვესტორების, სხვადასხვა კლასის დაწყებული ენჯელებით და საოჯახო საინვესტიციო ჯგუფებით. და შესაფერისი ინვესტორი მოუძებნოს მას. ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ინვესტორი, ზოგ შემთხვევაში მაგალითად რაღაცა დაინტერესებული სპონსორი ან ორგანიზაცია. ეს რაც შეეხება ვთქვათ თვითონ შემოქმედებით ადამიანებს. მეორე მხრივ ეს პროდუქტი ასევე არის ვთქვათ იგივე ინვესტორებისთვის. ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალური ინვესტორიც, ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც აინტერესებს და ამის ნეტვორკიც არის, ხო? რასაკვირველია, ეს ნეტვორკი ჩვენი პროდუქტი იძლევა საშუალებას, რომ ეს ნეტვორკი გაიზარდოს, იმიტომ რომ ჩვენ ცალკე შესასვლელი, ასე ვთქვათ, გვაქვს ინვესტორისათვის და ორგანიზაციებისთვის. ანუ B2C მხარე არის შემოქმედებით ადამიანებისათვის, B2B ფაქტიურად ყველა ინდუსტრიისათვის, რომელიც ფიქრობს ან დაფინანსებას, ან სპონსორინგს, ან ინვესტიციის ჩადებას. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ბაზარი ჩვენთვის არის ამჟამად შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე დიდი ინდუსტრიები, შემოქმედებითი ინდუსტრიები ყველაზე აქტიური ამ ქვეყნებშია. ჩვენ საშუალება გვექნება, რომ ქართულ შემოქმედებსაც მოვემსახუროთ, ზუსტად ისე, როგორც გლობალურ ნებისმიერ ბაზარს. ბეტა ლონჩინგი იქნება ძალიან ვიწრო ჯგუფი, რომელთანაც ჩვენ თხოვნა გვექნება, რომ ინფორმაცია მანქანასთან ურთიერთობის ასე მოგვაწოდოს, იმიტომ რომ იქ რასაკვირველია, ბევრი სატესტო დასახვეწი იქნება და დაგეგმილი გვაქვს, რომ შუა ზაფხულში უკვე პირველი soft launching იქნება, სადაც ჩვენ უკვე გარკვეულ მოდულებს წარმოვადგენთ